ესკოს ინფორმაციით მარნეული 69 უბნის მონაცემები, სადაც საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრას ჰქონდა ადგილი, ბათილად გამოცხადა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ბელა ზაქაიძე მუშაობს ადგილზე. დეტალებით უახლესი ინფორმაციით იგი პირდაპირ ეთერში გვერდება. ბელა, გისმენთ. დიახ, მარნეულში ცოტა ხნის წინ დასრულდა საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა, სადაც აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ლელა ქრისტესიაშვილმა ჩვენთან კომენტარში განაცხადა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 69 უბნის შედეგებს გააბათილებენ და დაიხურება ეს კონკრეტული უბანი. მისი განცხადებით ამ საქმესთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და დეტალებს უკვე ამ გამოძიების ფარგლებში მოიკვლევენ. ამ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა თინა ბოკუჩავამ, რომელიც დიმიტრი შაშკინთან, გია ჯაფარიძესთან და ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერებთან ერთად მარნეულში ჩამოვიდა, როგორც მან განაცხადა, მარნეულში იმიტომ ჩამოვიდნენ, რომ ბევრ ინციდენტს აქვს ადგილი. კომენტარი გააკეთა მომხდართან დაკავშირებით ქართული ოცნების დელეგატობის კანდიდატმა ზაურ დარგალმაც, როგორც მან განაცხადა, დილიდან აკეთებდა კომენტარს, რომ ელოდებოდნენ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პროვოკაციებს მარნეულში და სწორედ ამ პროვოკაციებს დაუკავშირა დღეს ის ინციდენტები, რომელსაც მარნეულში ჰქონდა ადგილი. ქართული ოცნება ძალიან კარგად ხედავს, რომ ამ არჩევნებში მარცხდება და მიმართავს ძალადობას, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც უპირატესობა აქვს ოპოზიციას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კონკრეტულად 69 უბანზე ოპოზიცია ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა იგებდა. ჩვენ არავის არ მივცემთ მაგის უფლებას, რომ შეაფერხონ არჩევნების პროცესი მარნეულში. მარნეულში არჩევნები ბევრ უბანზე ელექტრონულად ტარდება. მოქალაქეებს აქვთ სრული შესაძლებლობა თავისუფალი არჩევანი გააკეთონ. ჩვენ მარნეულში მოგებული გვაქვს არჩევნები და ის რაც ხდება ახლა მარნეულის უბნებზე არის სუფთა პროვოკაცია, რადიკალური ოპოზიციის პროვოკაცია. იციან, რომ წაგებული აქვთ არჩევნები და ის ფაქტი, რაც მოხდა 69 უბანზე, არის ამ პროვოკაციების გაგრძელება. როგორც ყველა მიხილა, ადგილი ჰქონდა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების სავარაუდო მოთავსების ფაქტს, რასთან დაკავშირებითაც დაჩქარებული ტემპით იქნა მოწვეული საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა. სხდომაზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული აღნიშნულ უბანზე კენჭისყრის შეწყვეტისა და შედეგების გაბათილებასთან დაკავშირებით. ოფიციალურად იმ მომენტიდან, როდესაც ეს ფაქტი დაფიქსირდა უბანზე კენჭისყრის პროცედურები აღარ გაგრძელებულა, შემდგომ სამართლებრივ ღონისძიებებს უკვე თავად ოლქი განახორციელებს აღნიშნულ უბანთან დაკავშირებით, რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით სამართლებრივ გარემოებებს, როგორც ინფორმაცია მაქვს, სისხლის სამართლებრივი საქმე მიმდინარეობს ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერაც და სავარაუდოდ ამას მოჰყობა შესაბამისი რეაგირება. რა მოხდა, რომ გითხრათ? დაესხა თავს ქართული ოცნების აქტივისტი, ეს არის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე მარნეულის. დაიყო მიზეზი და უბანზე აგდებდნენ კონკრეტულ დამკვირვებელს. ჩემი ხმა ევროკავშირის ესეთი ორგანიზაციიდან მოვედით თუ რა ხდებოდა, ამის შემდეგ დაიწყო აქ ჩხუბი, დაგვესხნენ თავს ეს ადამიანი და ეხლა ნახე რა ხდება. დაგვესხა ბანდა თავს. შიგნით არ ვნახე ვინ დაასხოდა, იქ ჯიბიდან რო გადააგდო, იმას დავინახე. გადააგდო და გაიქცა იქეთ. შიგნითაც ააფეთქეს? შიგნით რა თქმა უნდა, აბა ხალხი რატოს პირბადეთ დადიან. და ვინ იყვნენ ეს ადამიანები? ნაცისტები, ნაცები. გაზის ბალონებით იყვნენ მოსული? დიახ. გაზის ბალონით იყვნენ, აბა აგერ იქ არის, მიდით გადაიღეთ, აი გადააგდებულია იქ. ბოლო კომენტარები, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა 74 უბნიდან სოფელ ყიზილაჯლოდან იყო, იქ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და ამასთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება საოლქოს თავმჯდომარემ, როგორც მან განაცხადა, ამ ინციდენტს კენჭისყრის პროცესზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. მე შეგახსენებთ, რომ 74 საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა გაზის ეგრეთ წოდებული ცხელსადენი გაზის კაფსულა ააფეთქეს შიგნით საარჩევნო უბანში და ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას. მოხდა ამ უბანზე ფიზიკური დაპირისპირება და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია დაშავებული. მადლობა, ეს ბელა ზაქაიძე იყო.